ეს სიგნების თაროა მე ალექსანდრე ლორკიფაინძე ვარ და დღეს ჩვენი შოუს 22 სეზონის ფინალს ვითამაშებთ. ფინალში კი გასვლა მოახერხა ორმა ძალიან გამოცდილმა, ძალიან ძლიერმა გუნდმა და ესენია ბრაზილია და კარიატიდა. გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა. როგორ ხართ? საჩემპიონო. გადასარევი პასუხებია. ბევრი რამით არის გამორჩეული ეს ფინალი და ბევრი რამით არის შეიძლება ითქვას უპრეცედენტო. პირველ რიგში აღნიშნავ რომ აქამდე სტუდენტურ სეზონში არასოდეს ყოფილა ამდენი თამაში და თქვენ ყველას მოგიწიათ არა 3 როგორც მანამდე ხდებოდა ხოლმე ფინალამდე, არამედ 6 თამაშის ჩატარება, ხომ ასეა და შესაბამისად რაღაცა უფრო დიდი და შრომატევადი გზა გაიარეთ. 5 თამაშის, ხო, მართალია, ბოდიში. მე-6 ეს იქნება. მთლიანობაში ჩაატარებთ 6 თამაშს. გარდა ამისა, ახლა ფინალში თამაშობს 6 მოთამაშე, რომელთაც ჯამურად 13 ფინალი აქვს წიგნების თაროში ნათამაშები და ანუ თითოეული მათგანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ თამაშში გამარჯვება. თუმცა ეს რიცხვი გვეუბნება, რომ გამოცდილება ძალიან დიდი დევს აქ ახლა ამ ჩვენს არენაზე, დიდი კონცენტრაციით არის და იმედია ეს ყველაფერი თამაშად შეეთხო. სანამ თამაშზე გადავალთ, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორები, ჩვენი მეგობრები არიან PSP და გამომცემლობა ინტელექტი. ასევე გეტყვით, რომ თამაშის ბოლოს თითოეული ფინალისტი მიიღებს PSP-სგან საჩუქრებს, ასევე დასაჩუქრდება დამარცხებული გუნდიც, ხოლო გამარჯვებული გუნდი კი, რა თქმა უნდა, იქნება უბედნიერესი, იმიტომ რომ მოახერხებს და გაემგზავრება საზაფხულო სკოლაში კემბრიჯში. ერთი დიდი ამოსუნთქვა. დავიწყოთ. დავიწყოთ თამაშის სიგნალი. ვიწყეთ. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. რომ არ მოგატყუოთ, გამოსაცნობი პერსონაჟი მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გამოცემულ ნაწარმოებში გამოჩნდა. რამდენად სიმართლეა არ ვიცი, თუმცა როგორც ავტორი ამბობს, გმირის პროტოტიპი უცნობი კაცია, რომელიც პოზიტანოს სანაპიროზე შორტებსა და სანდლებში მოსეირნება. მეც დეიმონი თამაშობს ტომ რიპლის როლს. ტომ რიპლი იმასთან გრინ აგვარი დიკი გრინ ლიფტთან ჩადის, რომ წამოიყვანოს და ეგ უნდა თამაშობს ეკრანზე. ეგ სპოილერეთ ყველაფერი, კაცო, იქ არ ნახი და წაკითხული. ეს სორი პასუხი. მოყნენ მთელი ნაწარმოები. ტომ რიპლი მეგობრებო, დიახ, სწორი პასუხია. ეს არის პატრიცია ჰაისმითის ძალიან ცნობილი ნაწარმოები, რომელიც მეთ დეიმონმაც ითამაშა და არა მხოლოდ მეთ დეიმონმა კიდევ კი ბატონო და აი კიდევ მეწერა ვინ ითამაშეს ყველა პრინციპში აქ ჩამოთვლილი ენდრიუ სკოტმა. ხო. ბოლოს ითამაშა ენდრიუ სკოტმა. კი ბატონო. ეს სწორი პასუხია, 3-0 ხდება ანგარიში ბრაზილია წინ გადის. აი ამ გელვარებას რამდენ ხანს გავუძლებთ ფინალში არ ვიცი, მაგრამ გავაგრძელოთ. მეორე რაუნდი, ციტატა. F. მონოგრაფია რამონ ლიულის ars magna generalis-ის შესახებ. ნიმი 1906. H. ჯორჯ ბულის სიმბოლური ლოგიკის შესახებ მონოგრაფიული მონახაზი. S. ხელნაწერი ლექსებისა, რომლებიც თავიანთ შთამბეჭდაობას პუნქტუაციას უნდა უმადლოდნენ. აი ასეთია ხილული შემოქმედების ქრონოლოგიურად დაწყობილი სრული ჩამონათვალი. თავიდან შრომას შედარებით მარტივი მეთოდით შეუდგა, რაც ესპანური ენის კარგად შესწავლას. ვატერპოლო ანუ აღდგენითი სამუშაოები. ვატერპოლო ანუ აღდგენითი სამუშაოები. აი ბიჭო, მომწონს. ესპანურ სწავლობს, მესამე კარი. ესპანურ სწავლობს და რა ქვია პერსონაჟს? მესამე კარი. მესამე კარი. და სწორედ ამიტომ ჩათვალე, რომ ეს არის სწორი პასუხი.
ხო, არის შემეშალა, მაგრამ კიდევ სამი ქულა ასე მიგაჩნდა. კაი ბიჭი ვერსია. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. ეს არ არის სწორი პასუხი. რაც ნიშნავს, რომ ვაგრძელებ შეკითხვას კარიატიდასთვის. ყურადღებით. რაც ესპანური ენის კარგად შესწავლას, სულში კათოლიკური რწმენის აღორძინებას, მავრებსა თუ თურქებთან შინაგან დაპირისპირებას, ევროპის ისტორიის 1602-1918 წლების მონაკვეთის დავიწყებას, წინა რამდენიმე ღამეს წიგნის 26-ე თავს ვფურცლავდი. იმ თავს, რომელსაც არც გახკარებია და უეცრად ჩვენი მეგობრის სტილი შევიცანი. რეალობად კარმენის ქვეყანას იმ საუკუნეში ირჩევს, სადაც ლეპანტოს ბრძოლა მოხდა და ლოპე მოღვაწეობდა. სერანტოსია მგონი. სერანტოსი? ლეპანტოს სულო. ხო, რაღაც ესპანური. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. სიგიზმუნდას ყარიბება ხო არა? შეიძლება. ვერსიას და სიგიზმუნდას. მაგრამ არ ვიცი ენას თუ სწავლობენ მან. ვიდა ხიმინაში. პეპტე ხიმინაში. რატო? FSM-ი რა არის? ასუებს სწავლობს. ლათინურებს, რაღაცა ესპანური. ალბათ ერთიანს. ერთიანს ველოდი. არ გოფარსია. აი რა პროსესის ავიჩი. სამი, ორი, ოჯახური ლექსიკაც. ერთი. დამატებითი მინიშნება კარიატიდასთვის. თუკი მე-17 საუკუნის დასაწყისში დონ კიხოტის შექმნა კეთილგონივრული დონ კიხოტის ავტორი აუცილებელი შეიძლება ითქვას ლამის ფატალური გადაწყვეტილებაც კი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში მისი განხორციელება თითქმის წარმოუდგენელია. მოიცა. პიერ მენარი ანუ დონ კიხოტის ავტორი არ ვიცი. ცოდნია, ეს არის პიერ მენარი დონ კიხოტის ავტორი, ეს სწორი პასუხია. მანამდე იყო აღწერილი ფიქციური მწერლის პიერ მენარის ბიბლიოგრაფია და ის შრომა, რომელიც მან გასწია იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაახლოებოდა თავად სერვანტესის იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ის დონ კიხოტს წერდა. ეს არის ბორხესის მისტიფიკაცია, თავის მის ცნობილ მოთხრობაში პიერ მენარი დონ კიხოტის ავტორი. 3-1 გახდა ანგარიში მეორე რაუნდის შემდეგ და ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშს. შემდეგი რაუნდი, მესამე რაუნდი დოკუმენტური. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელიც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გამოქვეყნდა. ტექსტის ორიგინალურობამ მეტწილად დადებითი შეფასებები დაიმსახურა. თუმცა ავტორი გადაჭარბებული პესიმიზმისა თუ ბუნდოვანი ტერმინების გამო გააკრიტიკეს კიდეც. მიიჩნევა, რომ ტექსტმა სოციალური მედიისა და ინტერნეტ სამყაროს ზოგიერთი ასპექტიც იწინასწარ მეტყველა და პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ საეტაპო ნაშრომად იქცა. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოების პოპულარობა ძმები კოენების ფილმში მისმა გამოჩენამ გაზარდა. ჟურნალისტიკისა და კულტურის თეორიებზე გამოსაცნობი ტექსტის გავლენა უმნიშვნელოვანესია. ევროპელი ავტორი მასში ავითარებს აზრს, რომ თანამედროვე მედია არათუ მიკერძოებულია, არამედ სრულიად ახალ რეალობას ქმნის. დასასრულს გეტყვით, რომ ამ ფილოსოფიური ესეს მიხედვით საზოგადოებამ რეალობა სიმულაკრები და სიმულაციები ჟან ბოდრი არის. 80-იანები რო თქვი არტყმა მინდოდა, მაგრამ ვერ გავრიცხე. 81-ია დაწერილი. რა გამბედაობა მეყოფა ეხა არასწორია თქო გითხრათ. სწორია. სწორია, თუ არ არის სწორი, გადაწერეთ ვიკიპედია. რომ გადავრჩე. 6-1 ხდება ანგარიში მესამე რაუნდის შემდეგ. გავაგრძელოთ. მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. გამოიცანით ის, რასაც უდიდესი მასშტაბები გააჩნია. თუ გამოსაცნობ საკითხს განვაზოგადებდით, შეიძლება გვევარაუდა ამ კითხვას ბრაზილია გამოიცნობდა. კარიატიდა თუ მე?
ავტორს დამრჩებოდა ქულები. მეტიც გვერჩივნა მეცნიერების რაუნდის მსგავსად ორნი დარჩენილი ყავით მაგიდასთან, რაც უფრო ნიუტონისეულს გახდი და სამი სხეულის ამოცანა და ამოუცნობია და ორში უკეთესი. ჩქარობთ მეგობრებო. ჩქარობთ, თითოეულ კითხვაზე ჩქარობთ და ერთხელ უკვე არ გაამართლობ ამ ყველაფერს. სამი სხეულის ამოცანა სწორია. ანუ ესე თუ გააგრძელებთ, შეიძლება მოიგოთ, მაგრამ უბრალოდ ტრაუმირებული იყოთ იმდენად, რომ ვერ წახვიდეთ კემბრიჯში, მეგობრებო და ვიყავთ. მზად ვარ. ვიღოთ კემბრიჯში, იმითი რა ქვია. საპირთო თვითფრიდა იყოს. კარგი. კარიატი და ყურადღებით. თამაში კიდევ 2 მინიბლიცი და ბევრი რაუნდია სათამაშო, ამიტომ ყურადღებით იყავით. მაშასე, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც მრავალ ისტორიულ წყაროსა თუ რელიგიურ ტექსტში გვხვდება. სხვა პერსონაჟების მსგავსად მის შესახებ ძალიან ცოტა ბიოგრაფიული დეტალია ცნობილი და რომ არა ძველი ნარკვევები არც მისი სახელი ედითი გვეცოდინებოდა. გმირი გვიანდელ ნაწარმოებებში შეგვიძლია ვიხილოთ. მაგალითად, კურტ ვონეგუტი წიგნში სასაკლაო ნომერი 5 მის დამღუპელ დაუმორჩილებლობას დადებითად აფასებს და ადამიანობის გამოვლინებად რაცხავს. შირლი ჯექსონი კი მის ამბავს შთაგონების წყაროდ იყენებს მოთხრობაში, რომელშიც მოქმედება არა ორიგინალ ქალაქში, არამედ ნიუ-იორკში ვითარდება. ბოლოს გეტყვით, რომ გამოსაცნობი პერსონაჟი სავარაუდოდ პალესტინაში არსებულ ობიექტს, კერძოდ მკვდარ აჭერს მოტისოლი. რა? მოტისოლი და არ გამოიქნა, ბოლოს გამოიხედა. და ბოლოს გამოიხედა უბრალოდ და მაგრის შედად გადაიქცა მერე. კი. ეხლა მშვიდად მითხარით? მოტისოლი. და ბოლოს გამოიხედავს კითხვის ბოლოს. ეს ნანახი გაქვთ. ალბათ შეიძლება. ლოგიკურად ეგრე იქნება. ლოტის ცოლი. დიახ, სახელი არ აქვს და ედიტიო შინბოსკას აქვს ლოტისოლი დაძები. კარგი ბიჭები. აი რა ბიჭო. დაუშვით ვიდეო ბოლომდე და გაამწვანეთ ეს გუნდი. გამოიხედა და კიდევაც გაქვავდა კადრი ბოლო მომენტში, იმიტომ რომ ეს არის ლოტის ცოლი, რომელსაც სულ ერთი საქმე ქონდა, უკან არ უნდა მიეხედა, მაგრამ რთული აღმოჩნდა ეს ამბავი და ხო, მარილის სტალაგმიტი რომ იპოვეს პალესტინაში, შეიძლება ამას დაუკავშირდა ეს ლეგენდაც. ეს სწორი პასუხია, ბრაზილია კიდევ უფრო წინ გადის მეხუთე რაუნდის შემდეგ და ახლა გადავდივართ პირველ მინიბლიცზე და დარჩით ის მოთამაშეები, რომლებიც ითამაშებთ პირველ მინიბლიცს. ლუკა, ნიკა, სწორედ ისინი ითამაშებენ ახლა პირველ მინიბლიცს და პირველი ლუკასთან უნდა ვითამაშო, მზად თუ ხარ? ვა. დავიწყოთ მინიბლიცი ლუკასთან. დავიწყოთ ჯოან როულინგის ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი. სწორედ რომელ ინსტრუმენტზე უკრავს ოსკარ მაცერატი? დოლი. სწორედ სადური მწერალი ართურ პლატკი? ამერიკელი. ინგლისელი ვის პერსონაჟია ბეკინა სამანიშვილი? კლიაშვილი. სწორედ მარტინა ვინერიან ერთმანეთისთვის სანსა და არია? დები. სწორედ რომელ მეფეს ხვდებით სოფოკლეს პიესის სათაურში? შემდეგ ოიდიპასი. სწორია, სადური მითოლოგიაში ხვდებით ოდინს. კანეული. სწორედ ვის ლექსია შემოღებება მთაწმინდაზე? გახტიონი. ბარათაშვილის რომელ საუკუნეში დაიწერა ფრანკენშტაინი? მე-19. სწორედ ვის წიგნია სიყვარული ჟამიანობის დროს? გლიასა. მარკესი რაინაზე წერდა ჯოზეფ ჰელერი? ინგლისურ. სწორედ რუსთაველთან ვინატარებს ამირბარის წოდებას? ოთანდილი. ტარიელი დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა, ლუკამ დააგროვა 8 სწორი პასუხი და მე კი ვინაცვლებ ახლა ნიკასკენ, რომელსაც ასევე მოუწევს მინიბლიცის თამაში. ნიკა მზად ხარ? თქვენ თუ ხარ მზად, ჩემი საწოდავი საყვარელად. დავიწყოთ მინიბლიცი ნიკასთან. მე მზად ვარ. დავიწყოთ ჯოან როულინგის ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი. სწორედ რომელი ინსტრუმენტის ბუდი დააქვს ნაგელს? ვიოლინო. სწორედ სადური მწერალია რობერტ ჰაინლაინი? ბრიტანელი. ამერიკელი ვის პერსონაჟია ლუარსაბ თათკარიძე? ილია. სწორედ მარტინთან ვინარიან ერთმანეთისთვის სერსეი და ჯეიმი? დათმა. სწორედ რომელი ტიტანია მიჯაჭული ესკილეს პიესის სათაურში? შემდეგი. პრომეთე სადურ მითოლოგიაში ხვდებით შივას? ინდუ. სწორედ ვის ლექსია მთაწმინდის მთვარე? გალაქტიონი. სწორედ რომელ საუკუნეში დაიწერა დრაკულა? მე-18. მე-19 ვის წიგნია ბოლო ჟამის ომი? ლიოსა. სწორედ რაინაზე წერდა ანტუან სენტ-ეგზუპერი? ფრანგული. სწორია, დრო ამოიწურა.
დრო ამოიწურა და ნიკამაც დააგროვა 8 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მას და დაბრუნდით მეგობრებო სათამაშო მაგიდებთან რომ გავაგრძელოთ თამაში. თამაში გრძელდება. ანგარიში ამჟამად გახლავთ 29 და წინ გვაქვს კიდევ არაერთი რაუნდი სათამაშო, ასე ვიტყოდი მარტივად. ყურადღება მოიკრიბეთ. მე-6 რაუნდი. ასოციაცია. შიში. სიამაყე. სიზმრები. ფანჯრები. ახალი ამბები. გამორიდება. დუმილი. სისხლი. სველი ასფალტი. მაინც არ მოდი აქ. ჩუ. მეც გავჩუმდეთო. ის იყოს ზვიად რატიანის ნეგატივი 20 წლის შემდეგ. ზვიად რატიანის ნეგატივი 20 წლის შემდეგ. კი, ეგა. წესით გავს. დუმილი თავიდან იწყება ჩვენს გარეთ არ გამოვალთ, ანუ ზუსტად არ მახსოვს რითმა როგორაა, მაგრამ საპროტესტო წერილები გვარებს არ მივაწერთ, ეგეთრისაა რა, ტექსტია. და დუმილიც და ყველაფერია, რავი. ჩვენ ვინც არასდროს გარეთ ეს სწორი პასუხია. ეს არის ნეგატივი 20 წლის შემდეგ. თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლექსი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტისგან, ზვიად რატიანისგან, რომელიც გამოიცნო ბრაზილიამ და სამი ქულა დაიმატა საკუთარ აქტივში. გავაგრძელოთ თამაში, მეგობრებო. მე-7 რაუნდი. ავტორი. ეს ადამიანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ფილოსოფიას სწავლობდა. ადარებდნენ თომას პინჩონსა და ჯონ ირვინგს, თუმცა მიუხედავად წარმატებისა, დეპრესია უსასრულოდ ტანჯავდა. მისი უახლოესი მეგობარი ჯონათან ფრენზენი ცდილობდა მასში მოტივაციის მცირედი ნაპერწკალი მაინც გაეღვივებინა. თუმცა ავტორს ვერც რჩევები და ვერც შოკური თერაპია შველოდა. აღსანიშნავია, რომ 90-იანებში ეგრეთ წოდებული გენიოსების გრანტი მიიღო. ახალგაზრდობაში ჩოგბურთს თამაშობდა. ჭარბოფლიანობის გამო კი შუბლზე მუდმივად ბენდენა ეკეთა. დევიდ ჰერბერტ უოლეს. ხო, მეც ეგ. დევიდ ჰერბერტ უოლეს. ბენდენა წარმომიდგა თვალწინ. ანუ ნახე. ჩოგბურთი რა უყვარდა ბიცი დარწმუნებით და თვითონაც იყო. დააზუსტეთ. რომ დღე დევიდ ჰერბერტ. პროსტა ვერ გვარით. დევიდ ფოსტერ უოლესი სწორი პასუხია ნამდვილად. ეს არის დევიდ ფოსტერ უოლესი. ადამიანი ბენდენით, სწორია მარიამი, როდესაც გაიხსენებ ამერიკელ მწერალს ბენდენით, პირველი გახსენდება დევიდ ფოსტერ უოლესი და გამორჩეული ავტორი ნამდვილად, რომელმაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე და 3 ქულა შედეგად კარიატიდას. 23-12 ხდება შედეგად ანგარიში, თუმცა 2 ძირითადი რაუნდი კიდევ სათამაშო გვაქვს, ამიტომ ყურადღებით, მეგობრებო. მე-8 რაუნდი ეკრანიზაცია. აჭერს კარიატიდა. მერტო აი თითქოს რალფ ფაინსი დავინახე, კორიოლანოსი. ეგა. რალფ ფაინსი. თვითონ რალფ ფაინსის გადაღებული ეკრანიზაცია თუ სწორია და მთავარ როლშია თვითონ. მე ვერ დავინახე იმ კადრში რალფ ფაინსის სიმართლე დროშაზე გითხრა. დავინახე და გადახაზული იყო. გონია შენ გარი. უკეთ დაკვირვები ხარ. ეს სწორი პასუხია, ეს არის კორიოლანოსი. უილიამ შექსპირის ცნობილი პიესის ეკრანიზაცია, რომელიც
განსხვავებული ვერსიით ესეთ თანამედროვე დროში, თანამედროვე ეპოქაში და რალფ ფაინსი ნამდვილად არის ამ პროექტის სულის ჩამდგმელი, თავადაც თამაშობს როლს და შესაბამისად 3 ქულაც მოუტანა კარიატიდას ჩვენს ფინალში 23-15. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე, მეგობრებო. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. გეუბნები. ნაწარმოები უნდა გამოიცნონ, მაგრამ იქ რომ მოხვედრილიყვნენ ამ რაუნდზე 3 ქულა კი არ გათამაშდებოდა, 1.5-1.5-ს მიიღებდნენ. მაშინ, როგორც შენი ძახი, ჯერ ცოდნა უნდა გავუზიაროთ. ის თუ გახსოვს, ამათი საქმე რა უნდა იყოს? რაც უნდათ. თავარია ჰუმანიზმის ფუნდამენტი. აჭერს კარიატიდან რა ქენი? ეს დიქტატორის არ დავაჭეროთ. იმიტომ რომ ვაჭერნებ ხედავ. ჰუმანიზმიო. ხო, მაგიტომაც იმაზეა რაღაცაზე. აბა მეგობრებო, კაი, დიქტატორის ზარი. დიქტატორის ზარი. ანუ შენ თქვი რა გეუბნებიო და ძალიან დიქტატორულად ჟღერდა. პირველ ვერსია ეგ ქონდა. კი, მესმის, კი. ყველათ არ მიქნია ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ ბრაზილიასთვის. რაც უნდათ. თავარია ჰუმანიზმის ფუნდამენტურ იდეებთან ახლოს იყოს. შენის მითხარი, რას გავდაო? თან ყველაფერს თან არაფერს. მე თუ მკითხავ ყველაზე მეტად რომს წააგავდა, მაგრამ უკეთეს. თუმცა ისეთ 7 ბორცვზე იყო გაშენებული. საკამათოდ იდეალურად. თავს რაღაცომ იგიჟიანებდა მისი შემქმნელი? იმიტომ რომ არაბულ მაგიაზე და ქრისტიანობაზე, პლატონზე და თომას მორზე, სამართლიანობასა და სიბრძნეზე, მათ ერთად ყოფნაზე წერდა. არაპატიეს სიკვდილით დასჯას უპირებდნენ და ბოლოს 27 წლითაც გამოკეტეს ციხეში. კარგი წიგნი ყოფილა. ჩემ მამზემ. ვერსია არ არის 30 წამი ეფიქრეთ. დიალოგი როგორ? ამაზე არა. კაი, ნახე, არაბეთი ახსენეს ახსენეს. ქრისტიანობა, არაბეთი ქრისტიანობა. კაი, არ დავალოძა, არ განისკო არ შეიძლება შეჭრო. კაი, რა შეიძლება იყოს კიდე? ელაპარაკება ზენდგომს, ლაპარაკის ზენდგომს, ზარი ვიღაცას და. ლაპარაკი საკუთარ თავთან, ქართულში არა, ლაპარაკი ოპერატორს, ლაპარაკი ვისთან, ვინა ზემოდავი. პროდიუსერთან, პროგრამა იგი. არ ღმერთთან ხო არა საუბრობ. საუბრობ. 3 იესოზე კაცო. 2 1 ელოდებით დამატებით მინიშნავს. კეთილი, ყურადღებით. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც დიალოგის ფორმატშია დაწერილი. ამას უკვე მიხვდით პრინციპში. ის ჯვაროსნული ომების პერიოდის ჰოსპიტალიერისა და გენუელი მეზღვაურის შესახებ მოგვითხრობს. საინტერესოა, რომ ავტორი იცავდა გალილეო გალილეის ჰელიოცენტრისტულ იდეებს. დამატებით გეტყვით, რომ ეს წიგნი ხშირად ავტორიტარულ დისტოპიადაც კი მოიხსენიება. ამოიწურა? დიახ. იტალიური რაღაც მინდა. ტექტონ თორდენ ვაი მიხსენე, ვერ ვიხსენე ვეგასაკ. ის რომ მანძონის ის. 3 არა იქ. 2 გაუშვე რა. დანიშნული არა. არა. 1 და არ გამახსენდა სათავე. არ არის სწორი პასუხი. არა. არა, ტექტონ თორდენზე სხვა რაღაცა არა და მეგონა რომ სათორი არ მახსოვს. შენ აიგებით ჩემ მამზემ. იმიტომ რომ ტომაზო კამპანელას ამბია მზის ქალაქი მე თქვი. გაიგე. მზის ქალაქი ეს არის უტოპიის ერთგვარი გაგრძელება კამპანელასეული დანახვა თომას მორის და ხო ვარაუდი იმაზე თუ როგორ შეიძლება იყოს ასეთი საზოგადოება. რატო ვერ ჩასვით პრინციპში? დიალოგში ანუ ჩემ მომზემო პირდაპირ სამიაზე გით არის დაწერილი. ნახე ეგ თქვით რომ ჩემ მომზე პირდაპირ ზეს არ იტყოდაო და მაგიტო. მაგიტო გამორჩა. არა. კარგი. კაი ბიჭო ხარ შო? ისტორია. მინი ბლიცზე გადავიდეთ მეგობრებო. აი მინი ბლიცი. აეგრე. თეგა და ნიკა. ბათუმელები დარჩით მეორე მინი ბლიცზე, არა? ერთი იყო კარიატი დელი და მეორე ბრაზილიელი. ორივე ბათუმელები იყვნენ. და ნახოთ ახლა ბათუმელები რას ამენ. თეგა პირველი შენთან უნდა ვითამაშო. დავიწყოთ მინი ბლიცი თეგასთან. დავიწყოთ. შექსპირის რომელი პიესის პერსონაჟია პორცია? ვენცაგოჭერი. სწორია სადორი მწერალია პეტერ ჰანდკე? ავსტრიელი. სწორია ვეფხისტყაოსანში რა ქვია მულღაზანზარის მეფეს? ფრიდონ. სწორია რომელი წიგნის პერსონაჟია ჯო ჩიპი?
უიკი. სწორედ ვინ არის ერთმანეთისთვის კლიტემნესტა და აგამემნონი? თოგვარი. სწორედ ვისი ლექსია ოზიმანდიასი? შელი. სწორედ კომისებში ვისი ანტაგონისტია მორბიუსი? იმის სპაიდერმენი. სწორედ მარტიდან რა არსება რეიგალი? დრაკონი. სწორედ რომელ საუკუნეში გამოვიდა დასასრულის განცდა? 21. სწორედ რაფერი ძაღლზე წერს რომანგარი? თეთრი. სწორედ სადური პერსონაჟია სინუჰე? ეგვიტელი. სწორედ ვისი პიესაა დარბეებს მიღმა გაზაფხულია? თავგაშვილი. სწორია, რისი ტრილოგია დაწერა სტიგ ლარსონმა? მილენიუმის. სწორია, დრო დრო ამოიწურა და თეგამ 13-დან 13 ქულა დააგროვა ამ მინიბლიცში. მე კი ვინაცვლებ ნიკასკენ, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა მინიბლიცს. მზად ხარ? დავიწყოთ მინიბლიცი ნიკასთან. შექსპირის რომელი პიესის პერსონაჟია? ზაფხულის ღამის სიზმარი. სადორ მწერალია ოლგა ტოკარჩუკი. ბელორუსი. პოლონელი ბეფის ყავსაში რა ქვია ინდოეთის მეფეს? ფასადანი. სწორედ რომელი ციგნის პერსონაჟია ჰორსლავერ ფეტი? შემდეგი. ვალისი ვინ არის ერთმანეთისთვის იფიგენია და ორესტე? მამაშვილი. დაძმა ვისი ლექსია ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა? ბოდლერი. ბაირონი კომიქსებში ვისი ანტაგონისტია სენდმენი? აკვამენი. სპაიდერმენი მარტითა რა არსება რუხი ქარი? დრაკონი. გელსაზარა რომელ საუკუნეში გამოვიდა ფლობერის თუთიყუში? მე-21. მე-20 რაფერის ძაღლზე წერს ჯორჯ სიმენონი? ყვითელი. სწორია, სადური პერსონაჟია გილგამეში? შუმერული. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ნიკამ დააგროვა 3 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ნიკას და დაბრუნდით მოთამაშეები სათამაშო ადგილებთან, რომ გავაგრძელოთ თამაში. მიმდინარე ანგარიში გახლავთ 36-ით 18. წინ გვაქვს 6 რაუნდი და მთავარი ბლიცი. ყურადღებით, მეგობრებო, გადავდივართ ქართულ ეტაპზე. პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. გამოიცანით ისტორიული მოვლენა, რომელიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. სწორედ ამ ამბავს ეძღვნება შოთა მანაგაძის კინოსურათი ჯვარცმული კუნძული და ამავე ამბავ ის არის 1-3 კუნძულ ტექსელზე აჯანყება. კუნძულ ტექსელზე აჯანყება. კი, ვისი? ქართულთა რაზმი იყო 851 ბატალიონი იყო თუ სწორად მახსოვს. თამარ მეფის სახელობის იყო. ჰოლანდიაში იყო კიდე. აუჩ. უთიში? მაგიდას ხო არ ვუყავ. რეალ მადრიდის გასახდელი რა შეუულებრივი. არ ვიცი რა, არ ვიცი. ესეთი სპორტი არსებობს, არ ვიცი იცით თუ არა, ჩესბოქსინგი. ანუ თან ჭადრაკს თამაშობენ, თან ურტყავენ ერთმანეთს და ეს არის ჭადრაკს თამაშობენ ბოქსინგი. ბოქსარ. თარობოქსინგი. ქართველთა აჯანყება ტექსელზე. ხო, მე უნდა მეთქვა, რომ ასევე ინიკეს მიც აქვს გადაღებული ყაზბეგელი მფრინავი, იმიტომ რომ მფრინავი შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა ამ აჯანყებას. დიახ. გავაგრძელოთ. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. თქვენ უნდა გამოიცნოთ დასახლება ზიდლუნ. მოდი აქ, ისა. მოდი აქ ვიცი, ისა. ქართულ გერმანული სოფელი. ის გერმანულად თქვა, ელიზაბეტალი, ანუ დღევანდელი ასურეთი. ქართულ გერმანული უნდა იყოს რაღაცა, სხვა არ ვიცი და. ამცუდი ეგ და მაგიტომ სადაა? რა თქოელად ვიწვალეთ ამდენი სიტყვების თარგმნით? არა, გერმანულზე. ეს ორი პასუხია. რომელიც ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი ქართული სახელი ნამე, უკავშირდება ცნობილ სასულიერო მოღვაწეებს, გაისლიხინ, ცაძემი, კაიზა და ასე შემდეგ. კარგით. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. ახლა კი დაასახელეთ ის, რაც რამდენიმე საუკუნის წინ დაარსდა. და თანამედროვე ფორმით ერთ-ერთ უპირველეს სახელოვნებო დაწესებულებად ითვლება. მისი შექმნა სამეფო კარის ინიციატივა იყო, რასაც ხორცი შეასხა ცნობილმა მოგზაურმა, წერალმა და მთარგმნელმა გიორგი ავალიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ნარატიული, კომედიური წარმოდგენების გარდა აქ ხშირად იმართებოდა სახიობა,
ანუ სასიმღერო დადგმები, რომელსაც მეფის განჩინებით ლეგენდარული მაჩაბელი ხელმძღვანელობდა. მისი მრავალი წევრი 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში დაიღუპა, რასაც ფაქტობრივად გამოსაცნობი დაწესებულებაც შეეწირა. ისა, სალაყბო. რა? სალაყბო. სალაყბო. ერეკლე მეორის დროს იყო და აღარ ხან შემოსევლის დროს განადგურდა და ის უნდა სკვერის გათავისუფლება რომ მე ხელახლა აღედგინათ რა. ეს არის სალაყბო. ეს ეგ უნდა იყოს. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. შეკითხვის პირობა ამოწურულია და კარიატიდას შეუძლია დააფიქსიროს თავისი. სალაღობო. სალაღობო. არა ყბო, არამედ ღობო. სახელი არ შემშლიო უბრალოდ სხვა არის ალბათ. არც ეს არის სწორი პასუხი, არა. არც ეს არის სწორი პასუხი. რავი, ყაყაჩოების თეატრი არის. რა არ იყოს? რავი, რაღაც ყაყაჩოების თეატრი მეთქი ვაწყობდი კითხვას. არა, ეს არის შემთხვევა, როცა აი ფინალის ემოციებში ისეხართ, რომ მარტივი იყო. ძალიან მარტივად შეგიძლიათ თუნდაც მოიგონოთ პასუხი. მეფე ერეკლეს თეატრი იყო? ეს არის მეფე ერეკლეს თეატრი. აი, არ ვიცოდით. ერეკლე მეფის თეატრი, ავალიშვილის თეატრიც ჩაითვლებოდა, თუმცა ერეკლე მეფის თეატრს ეძახიან ამას. ეს მაჩაბელია, ივანე მაჩაბელი არ გეგონოთ, ბუნებრივია. ფიცხელ ომში რომ ღერო და მაჩაბელია იმ ლეკში, რომ აი ეგ არის, ეგ მაჩაბელი, რომ და ბევრი დაიღუპა შემდეგ კრწანისის ბრძოლაში. ზოგადი რაუნდები მოგდგომია კარს და ხელოვნების რაუნდზე გადავიდეთ, მეგობრებო. გიორგი, ნიკა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. მოემზადეთ, მეგობრებო, დაგჭირდებათ ქულები. ბევრი მღელვარების შემდეგ you will need to cool a bit. ახლა უნდა გამოიცნოთ ერთი ნაწარმოები, თეატრში რადგან დაიდგა არ გეგონოთ მოემი. მისი პირველ წყარო ბატონი ჩერნოუს წიგნია, მასში მრავლად შეგხვდებიან people with insignia. ლინმა როცა წაიკითხა, მიხვდა hidden gem-ია, ამიტომაც მოიპოვა პულიცერის პრემია. ლიბრეტოზე იმუშავა, სულ მალე მზად იყო. მაშინ პირველად ვიხილეთ Man from Puerto Rico. ბროდვეიზე დებიუტი, დადიდების წამები, მიუზიკლში გააცოცხლა ამერიკის მამები. მოგილოცავ თუ ხართ? ამერიკის მამები. ერთი წამი. ჰამილტონი. ეს არის სწორი პასუხია ნამდვილად. ჰამილტონი, მადლობა რომ ბოლომდე გამარეპინე, დამაცადე. ეს არის ლინ მანუელ მირანდას მოვლენად შერაცხული პერფორმანსი, სპექტაკლი, მიუზიკლი, რომელიც გვიყვება ჰამილტონზე და ამერიკის დამფუძნებელ მამებზე და მთლიანად რეპის სტილშია გადაწყვეტილი მთელი ლიბრეტო და ამიტომ ჩვენი კითხვაც გავრეპეთ. მეცნიერების რაუნდზე გადავიდეთ. თეგა, მარიამ, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. გამოიცანით ის, რასაც სახელი საბჭოთა პერიოდის ლიეტუველი მეცნიერის გამო ეწოდა. ეს უკანასკნელი სწავლობდა ფენომენს, როცა მიმტანს დეტალურად ახსოვდა ყველა გადასახდელი შეკვეთა, თუმცა გადახდის შემდეგ დეტალები ავიწყდებოდა. ამ ეფექტის მიხედვით, სტუდენტი, რომელიც მეცადინეობას შეწყვეტს, იმ სტუდენტზე უკეთ დაიმახსოვრებს ინფორმაციას, რომელიც სამი. მარიამ? არ ვიცი, პომოდოროს მეთოდი. პომოდოროს მეთოდი. არ ვიცი. აღარ გაწოლებ, ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი და თეგას შეუძლია დააფიქსიროს თავისი ვერსია. აუფაზია ვერნიკეს. ვერნიკეს აუფაზია. ვერნიკეს აუფაზია. ხო. კარგია რომ გავიმეორე. არც ეს არის სწორი პასუხი, არა. არც ეს არის სწორი პასუხი. სინამდვილეში ამას, ამ მეცნიერის გვარის მიხედვით ეწოდა ამ ეფექტს, როდესაც უფრო კარგად გამახსოვრდება ის, რაც არ დასრულდა. რაც შუაში გაწყდა, ისევე როგორც ეს შეკითხვა. ამას ქვია ზეიგარნიკის ეფექტი. ზეიგარნიკის ეფექტი. სპორტზე გადავიდეთ, მეგობრებო.
ლუკა, ნიკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. თქვენ უნდა გამოიცნოთ ადამიანი, დევიდ ფოსტერ უოლასი. რატომ? რა ახსენეთ ავტორში და შეიძლება ანუ ჩოგბურთელი იყოს შეიძლება მეტა იყოს და ჩავატრიალოთ. და სპორტში რამეს კარგავ? ჩოგბურთს რო თამაშობდა. ვახ, ძალიან კარგი მცდელობა იყო. ეს არ არის სწორი პასუხი, ნიკა. არა, ეს არ არის სწორი პასუხი, მაგრამ ლამაზი მცდელობა იყო რა. კაი მაკრატელას რო დაარტყავ და აცილებ კარს, ეგეთი იყო. ლუკასთვის ვაგრძელებ. ადამიანი, რომლის კარიერაც პოტსდამში დაიწყო. განსაკუთრებულად წარმატებული პერიოდი ბრემენის ვერდერში დაჰყო. რა დროშიც 19 გოლი გაიტანა. საფეხბურთო სამყაროს ყურადღება რამდენჯერმე მიიპყრო. 2023 წელს, როცა ერთი ბუნდესლიგიდან მეორე ბუნდესლიგაში გადაინაცვლა და მარკო გროტეს ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ერთი წლის შემდეგ მწვრთნელის პოსტიდან ნენად ბიელიცას გათავისუფლების შემდეგ გუნდი ერთი მატჩით ჩაიბარა. აი 2026 წლის აპრილში კი დედაქალაქის გაერთიანებამ მას სრული აი, არ გაწოლა, მარი ლუიზა ეტა არის პირველი ხალი მწვრთნელია ტოპ 5 ჩემპიონატში. და იუნიონ ბერლინს გაწვრთნა. წვრთნის უბრალოდ. წვრთნის და მიუხედავად იმისა, რომ მოუწია εν რაოდენობის სექსისტური კიბერბულინგის ატანა, ის მაინც შედის ისტორიაში როგორც პირველი კაცთა საფეხბურთო გუნდის ხალი მწვრთნელი. ეს სწორი პასუხია. ეს არის მარი ლუიზა ეტა. მარი ლუიზა ეტა, რომელიც აგრძელებს ლუკამ სწორად აღნიშნა იუნიონ ბერლინის გაწვრთნას და ნახოთ როგორი შედეგები ექნება. წარმატებები უსურვოთ. მეგობრებო, სანამ გადავალთ ბლიცზე, მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორები, მეგობრები შეგვიძლია უწოდოთ, არიან გამომცემლობა ინტელექტი და ერთგულად ასევე ჩვენი მეგობარია PSP და წინ გვაქვს ბლიცი, რომელმაც საბოლოოდ კულმინაციურად უნდა გამოავლინოს წიგნების თაროს 22 სეზონის ჩემპიონი. გთხოვთ ბლიცის მოთამაშეებს დაუთმოთ ადგილები. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ვახლოვდებით წიგნების თაროს 22 სეზონის ფინალის გადამწყვეტ ბლიცს, რომელსაც ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ გიორგი და მარიამი. გიორგი, პირველი შენთან უნდა ვითამაშო, მზად ხარ ამისთვის? დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია მარგარეტ ლორენსი. კანდელი. სწორია ალექსანდრ პრუშკინის კაპიტნის ხალხული. სწორია მითოლოგიაში მინარიან ერთმანეთისთვის ეტეოკლე და პოლინიკე. ძმები. სწორია რომელ საუკუნეში დაიწერა ქალაქი და ზაღლები? 21. მე-20 დაასრულა ჭკუა უხმარას ბრიხტათის კვასონი უხმარების. სწორია ფილიპ როთის რომელიც წიგნის გმირია მერი ჯეინ რიდი? შემდეგი. პორტნოის სინდრომი დოქტორ ფაუსტო შირაგვარია სერენუსი? ცაიტლობი. სწორია სადორო ჯადოქარია რუშდის წიგნის სათავე? ფლორენცელი. სწორია გოზი ადიჩის ყვითელი? ნახევარმზე. სწორია დოჩანშულთა რა არსება არუფა? ძაღლი. კატა რომელ დეტექტივს დაიქირავებს გენერალი სტერნმუდი? შემდეგი. მარლოუს როულინგთან რა ქვია ჰარი პოტერის დეიდას? პეტუნია. სწორია ვის პერსონაჟია სამსონ კარასკო? შემდეგი. სერვანტესის რომელ რომანში ხვდებით კუნძულ მინგერს? შემდეგი. შავჭირის ღამეები, ვისი წიგნია ჩაძირული ქალაქის ღამე? შემდეგი. კურაშვილის ჯეიმს ბოლდუინის ადიმთაზე? სახარებლად. სწორია რა სახელით ვიცნობ სემუელ კლემენს? მაგტვენი. სწორია ვის მოთხრობაა გროტესკების წიგნი? შემდეგი. შერუდ ანდერსონის კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის ფალკონი? მარველი. სწორია რომელი პოემის გმირია უხუცესი მუსა? შემდეგი. სტუმარ მასპინძელი რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ჯაკომო ლეოპარდი? მე-18. მე-19 სად არის კარი ჰაინლაინის წიგნის სათავეში? ზაფხულში. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 12 სწორი პასუხი და მე ვინაცვლებ მარიამისკენ, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მარიამ მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი მარიამ. ტაში. დავიწყოთ. სადავრი ავტორია აირის მერდოკი. პირუნდიელი. სწორია ალექსანდრ პუშკინის რუსლანი და ლუდმილა. სწორია მითოლოგიაში მინარიან ერთმანეთისთვის ატრევსი და თიესტე? მამაშვილი. ძმები რომელ საუკუნეში დაიწერა ხუთი კუთხე? 21. სწორია დაასრულა ჭირსამყოფილ ხინში შესული შობადმის ბრუნებასა. სწორია ფილიპ როთის რომელ წიგნის გმირია დონ ამერიკული პასტორალი. სწორია ჯავსუნ რთაში რაგვარია ლეო? შემდეგი. ნაფტარის შვილებია რუშდის წიგნის სათავეში? შვაღამის. სწორია გოზი ადიჩის იისფერი? ჰიბისკუსი. სწორია ქარჯღეძისა რა არსებაა ლომია? ძაღლი. სწორია ვინ გამოიძიებს პარტნიორ მეაილის არჩევის სპეიდი. უფლებას? სწორია როულინგთან რა ქვია ჰარი პოტერის ბიძას? შემდეგი. ვერნონი ვის პერსონაჟია დონა
ელვირა. შემდეგი. მოლიერის რომელ რომანში ხვდებით შინჯიკუბოს? შემდეგი. ტალღების ხმაური, ვის წიგნია ძირსი მინდის რესპუბლიკა? მორჩილაძე. სწორედ ჯეიმს ბოლდუინის ჯოვანის. ოთახი. სწორედ რაც ხელს მიცვალ მარიან რიბეილს. სტენდალი. სწორედ ვის მოთხრობა ორი რაინდი. შემდეგი. ჯოისის კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის რობინი? დისი. სწორედ რომელი პოემის გმირია ზია ხანუმი? შემდეგი. გამზელი რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ტორკვატო ტასო? მე-19. მე-16 რის დასასრულია კლარკის ბავშვობის. ტიპის სწორია რომელი ფრანგული რომანის გმირია ლუიჯი ვამპა? შემდეგი. ბრაკ მონტე-კრისტო მიდაწერა სამი ცუკერბერგის სიყვარული? პელევინი. სწორია რომელ წიგნში ხვდებით აბად დალა პიკოლას? შემდეგი. პრაღის სასაფლაო დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მარიამა დააგროვა 15 სწორი პასუხი და იმარჯვებს. An ban gan